მე-12 საათია საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში. წყარო პირველებს გვიყვება, რომ ამ სახლში ინციდენტამდე სუფრა იყო გაშლილი და მინიმუმ 5 ადამიანი იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძისა და ალეკო ახვლედიანის გარდა ამ სახლში ინციდენტამდე იმყოფებოდა მისი შვილი, ახვლედიანის შვილი და კიდევ 2 პირი. ახლა საინტერესოა ეს პირები გამოკითხა თუ არა გამოძიებამ სუფრის ყველა წევრმა მისცა თუ არა ჩვენება შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალოვან უწყებას რიჟვაძის საქმეზე რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხი არის, რატომ იყო ჩამოსული საგარეჯოში თორნიკე რიჟვაძის რამე ღონისძიებაზე მოიწვიეს აქ თუ ვიმესთან ჰქონდა შეხვედრა, ყველა კითხვას ახლა არსებობის უფლება აქვს და საზოგადოება ამ კითხვებზე პასუხებს ითხოვს. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თორნიკე რიჟვაძეს ივანიშვილის კარზე დიდი ფულის მიტანას აიძულებდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა კეთდება განცხადებები და კეთდებოდა მინიშნებებიც. საინტერესო არის ასევე მუხლი, რა მუხლითაც გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც წესი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ მსგავს ინციდენტებს და შემდეგ ხდება გადაკვალიფიცირება საქმის. სამართალმცოდნეები აცხადებენ, რომ აუცილებელი არის სხვა მიმართულებით დაიწყოს გამოძიება და რატომ არა მაგალითად მკვლელობის მცდელობის მუხლი, ამაზე საუბრობენ იურისტების, მათ შორის ამიტომ საინტერესოა რა განმარტებებს გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რა სიტყვიან ოქროს მოწმეები, ადამიანები, რომლებიც სუფრაზე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდნენ. ინციდენტი ჩვენი ინფორმაციით ღამის 2 საათზე მოხდა, 2 საათზე გადაიყვანეს ჯერ ჰოსპიტალში, ჯერ თორნიკე რიჟვაძე, როგორ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკაში, ამ კითხვაზეც პასუხი უცნობია. თავად სუფრის წევრებმა წაიყვანეს ის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს აქ. ჩვენი ინფორმაციით 5 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი გავიგე რომ დააკავეთ. დანარჩენები გამოკითხვაზე ყავთ გადაყვანილი. დამატებით ვერაფერს ვერ გეტყვით, როგორც გითხარით რა. პრესიერს მიაკითხეთ ინფორმაციისთვის. რამე სუფრა იყო თუ რატო იმყოფებოდა? გაგეცით ხო პასუხი რომ დამატებით ვერ. ფანჩატურში ისხდა, როგორც კადრებიც ვნახეთ, იქ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ახლა. ჩვენი აეროგადაღების კამერამ დააფიქსირა ეს კადრები და ამიტომ გეკითხებით. გაგეცით ხო. ერთი ადამიანი დაკავებულია, გავიგე. დანარჩენები სად არიან? პრესიერს მიმართ. აი რატო იყო აქ ჩამოსული, რა მეცით? თვითმკვლელობის მცდელობისთვის აქ ხომ არ ჩამოვიდოდა და რატომ დაიწყეთ ამ მუხლით გამოძიება? იქ და მკვლელობა იყო. ვერ მოგახსენებთ ამ ეტაპზე. ეს ჩხუბი მოვიდეთ სუფრასთან. აქ ხომ არ ჩამოვიდოდა აჭარიდან ის რომ თავის მოკლა ეცადა. ვერ გეტყვით ამ. გადაკვალიფიცირებას უნდა ველოდოთ კუკლეს. გამოძიება ადგენს ყველაფერს და დაუელოდოთ გამოძიებას. ამ კითხვაზე ყავთ მისი შვილი გადაყვანილი ჩვენი ინფორმაციით. ალეკო შვილიც იმყოფებოდა შემთხვევის დროს. კიცებობები ამოიღეთ ამ დროს. ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში კრიმინალურ მაფიოზური ვითარება შექმნა, ასე ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ ვერსიის, რა ვერსიასაც ახლა სამთავრობო მედია ვითარებს, ამ ვერსიის მათ არ ჯერათ, რადგან ყველას კითხვები უჩნდება, რატომ შეიძლება ჩამოსულიყო აჭარიდან თორნიკე რიჟვაძე აქ საგარეჯოში მეგობრის სახლში წერილი დაეწერა, შემდეგ იარაღი ინახა და თვითმკვლელობის მცდელობა და ბევრი კითხვა ჩდება ბუნებრივია მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდანაც, როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, რეჟიმი ახლა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში შესული და ერთმანეთში აქვს ძალიან დიდი დაპირისპირება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის პოლიტიკური შეფასებები, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკურ წრეებში. რეჟიმმა ამ ქვეყანაში შექმნა უმძიმესი ქაოსი, კრიმინალური და მაფიოზური ვითარება, რომლის დასასრულიც მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება, როცა რეჟიმი იქნება ჩამოშლილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა შემთხვევაში ამ ქაოსის გაჩერება და ამ რაღაცა კრიმინალური ამბების გაჩერება ამ ქვეყანაში უკვე არის წარმოუდგენელი. მგონია რომ საქმე ბევრად უფრო რთულად არის. ესეც რო იყოს, რატომ მიაჩნია რეჟიმს, რომ 36 წლის ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ის, რომ თუნდაც მას პირდაპირ ვიღაცა მესროლა. იძინა ივანიშვილი გადასული ადამიანების მკვლელობაზე. წარმოედინეთ ნებისმიერი ვერსია, მათ შორის თვითმკვლელობა, რა დონემდე უნდა მიიყვანო ადამიანი, რომ თავი მოიკლას. 1.
მეორე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომ ადამიანმა წავიდა ძმაკაცის სახლში, რაღაცა იარაღი იპოვა, თითქოს წერილი დაწერა უკაცრავად, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეებს ყვება რუსული ხელისუფლების რაღაცა ვერსია, ხო? რომ ჯიბეში ჩაიდო რაღაც წერილი, რომ არავინ დამნაშავე არის, მადლობა მკვლელებს, ფაქტობრივად ეს ასე არ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში, დაგვიწიოკებს შვილებს. ქართული ოცნება გადავიდა ჯერ ერთი რაღაც ახალ ფაზაში, თავის ჭამის ფაზაშიც მათ შორის. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალაუფლებაში, ავიღოთ რიჟვაძე, ავიღოთ მიქაუტაძე, ეს საჩვენებელი დასჯებია. რეჟიმი შიგნიდან ირყევა, არავის რეჟიმის წევრს, პარლამენტის წევრი იქნება თუ რომელიმე აღმასრულებელ თანამდებობაზე. არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ შვიდად ეძინოს. ყველაზე ნაკლებ სავარაუდო აქ თვითმკვლელობის ვერსია. ყველაზე ნაკლებ სავარაუდო. დიდი ალბათობით აქ არის მკვლელობის ვერსია. პირველი რეაქცია ამ წერილზე რაც მაქვს, რომ ეს არ არის რიჟვაძის დაწერილი წერილი. რომ გამოდის, რომ მადლობა ბატონ უბიძინა, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ. თუმცა თავად ეს რაც მოხდა არ გავს თვითმკვლელობას და ყველაზე ცუდი აქ ის არის არ გავს იმიტომ, რომ ოცნებისგან უკვე ყველაფერია მოსამოწმელი. და მინდა შევახსენო მე ოცნების ამომრჩეველს. ეს ის ოცნებაა, რომელიც მშვიდობას კპირდებოდათ. გულმკერდის არეში დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად ჯეო ჰოსპიტალში შეიყვანეს და მედიკოსებმა შეძლეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ხელისუფლებასთან ლოიალურად განწყობილი მედია საშუალებები ავრცელებენ წერილს, რომელიც მათი მტკიცებით ექიმმა თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში იპოვა. ჩვენ გვქონდა მცდელობა გაგვერკვია, რომელ კლინიკაში მოხდა ამ წერილის პოვნა, ჯეო ჰოსპიტალში თუ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ამ წუთებში იმყოფება აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი. ჯეო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კანონით განსაზღვრული წესი არსებობს დადგენილება, რის მიხედვითაც მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის შეიძლება პირადი ნივთების გადაცემა ან პოლიციისთვის, ესეც კანონში არის გაწერილი და ისინი უარყოფენ, რომ რაიმე წერილის მიწოდება გახდა მათი მხრიდან მედიის წარმომადგენლების მათ მიაწოდეს რაიმე წერილი მედიის წარმომადგენლებს, რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, ისინიც კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ წერილი მათი პოვეს და მიაწოდეს ჟურნალისტებს. მოკლედ, ასეთი არის საგარეჯოში ვითარება. ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში. 12 საათზე მეტი აქ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა გავესაუბროთ ახვლედიანის ახლობლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საგამოძიებო მოქმედებებს ადევნებენ თვალს.